ძალიან მაინტერესებდა ხოლმე სულ ეს თემები და ბიაჩებს ვეკითხებოდი, კითხვებს უსვავდი, ნუ გაუწყალი ხალხს გული რომ რა იყო, როგორ იყო მაშინ და ბიაჩემ მეუნებოდა რომ ესე იგი 21 წელს, ხო, 30 უბრალოდ 18 წელს, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობა მივიღეთ, ხო? ამის მერე 2-3 წელიწადში ხო დაუკარგეთ ეს დამოუკიდებლობა და შემოვიდნენ ბოლშევიკები, ხო? მენშევიკები წავიდნენ საქართველოდან. მაგრამ ამ ბოლშევიკების შემოსვლასაც ისეთი დიდი სიხარულით დახვდა საზოგადოებაო, ხო? აი თუნდაც ცისფერყანწელები, თუნდაც ის, მაგრამ ეს არის 21 წელი. წარმოიდგინე და უკვე 24 წელში, როდესაც უკვე სტალინს და ტროცკის შორის გაიყო ამბავი, აი ზოგი წავიდა ტროცკის მხარეს, ზოგი დაშა სტალინის მხარეს რა. ხო და აი ტროცკის ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა საქართველოში, აი ბებოს ტროცკისტების ბუნაგი იყო საქართველო. აი ესე მეუნებოდა რა. ოღონდ სტალინი არ ყოფილიყო სათავეშიო და ეშმაკს შეეკრებოდნენ. აი ესეთი სიტუაციას მიყვებოდა რა. აი ხა ბებიაჩემთან ხა ეთერში არ ვიჯეკით და არაფერი და საჯაროდ არ ვლაპარაკობდით და რაღაცა თან მახსოვს რომ რაღაც ბავშვობაში რაღაც დროშა იყო ეგეთი ჟურნალი და აი ეს დროშა რო გადავშალე სახეები იყო ტიპების ამოჭრილი სურათებზე რა და მეთქი რატო არის ეს ტიპების სახეები ამოჭრილი და თურმე ვიღაცა იქ ვინც და დახვრიტე ეს თუ რაღაცა ამ სახეებს ბებიაჩები ჭრიდა ეშინოდა რომ იქ არ ყოფილიყო ამათი სახეები რა ისეთი შიში იყო გამეფებული რა ხო და არავინ არ იცოდა ხა როგორ იყო რა იყო მაგრამ არ იყო ესეთი მარტივი სიტუაცია რომ აი ის და აი ეს და აი რაღაცა და იქ კი გასაგებია მაგრამ თვითონ პოლიტიკურად და ისე სოფლიოშიც ისეთი სიტუაცია იყო ხო აი რაღაცა აი პროლეტარიატის ამბავი და აი ეს და რაღაც ხალხიც მოელოდა რომ აი ყველა ერთნაირად ვიცხოვრებდა სოციალურად ერთნაირად ვიქნებით და რა აბსოლუტურად სხვა პრიორიტეტები იყო და ეს ეროვნული ხალხი რაღაც მეათე ხარისხოვნად იყო რა გადაგდებული რა იმიტომ რომ ვინ იყო ილე ჭავჭავაძესთან გვერდში ედგა მაშინ კიტა აბაშიძე ლევან აბაშიძის ბაბუა აგი აბაშიძის ბაბუა უბრალოდ ლევანის ბაბუის მამა და არჩილ ჯორჯაძე და აი ეგეთი რამოდენიმე ადამიანი რა რომელმაც შემდეგ უკვე რაღაც თავიდან ამ ეროვნულ დემოკრატიის პარტიის იმაში რა ქვია კონცეფციის დაწერაში მიიღეს ილიასთან ერთად მონაწილეობა მაგრამ მერე უკვე წარმოიდგინეთ ახლა არჩევნების დროს აკაკი წერეთელმა ვერ მოიგო არჩევნები და მოიგო ბეშევიკებმა მოუგეს აკაკი წერეთელს ესე იგი იმუშავეს რა